Oh, hi guys! ეთლი იყოს თქვენი მობრძანება Fears to Fethamში. როგორც ისე ჩვენ გვაქვს ნათამაშები Home Alone, Nurwood Hitchhike და Iron Bark Lookout-ი. ამ ყველა ვიდეოს დავტოვებ აღწერაში. და დღეს ვითამაშებთ Woodbury Getaway. Fears to Fetham ეპიზოდ 5. Woodbury Getaway. 8 დეკემბერი. Wow! ეგრევე იწყება? არანაირი რაღაც დებილობა ისტორიების გარეშე. როგორ მოხდა? მჭირდებოდა ყავა რომ დღე დამემთავრებინა. Okay. როგორ ავდგე? ავდექი. Oh my god. მანქანა. ასეთი მუსიკა რატო არის? Sounds strange. შეხედეთ, ანუ რაღაც ოფისში ვმუშაობ. იქ ნახეთ, მანქანები დადის. ხალხიც დადის. Wow! დეტალები არის ძალიან გათვლილი. მუსიკაც გათვლილი აქვს. სწრაფად ვერ დავრბივარ. აქ რა არის? ვიღაცის ოფისია. კაი, მოვამზადოთ ყავა. კაი, როგორ დავამზადო? ჯერ ჭიქა უნდა ავიღო. აქ დავდვა? როგორ? სადა? წყალია საჭირო. დეფილი არის აწერთავ. ყავის მომზადება არ ვიცი რა. კაი, წყალი ჩავასხი. ავარჩიოთ ყავა, ხო? ფაკ, როგორ გადავაგდო იქ აფეთქებული ჭიქა? მაკიატო, ხო? რა წერია? ფუშ. წითელი რატოა? ბარისტა სიმულატორი მაგზენდება შილას ართისგან. ყავა გაკეთებულ, სნექები. ეს მუსიკა. უნდა დავლიო? ტუალეტში უნდა წავს. ეს ვინ არის? ვინ არის? Hello? დელაპორტება შემიძლია. რა გინდა სიდ? სიდ? კაცი ვარ ხო? მე ვეცდები ეს დავამთავრო. უბრალოდ მინდოდა გამეგო, რომ არ გჭირდება დახმარება. ნუ თუ ამ კლიენტებს არასდროს What the fuck? ნუ თუ ამ კლიენტებს არასდროს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება. კიდევ მუშაობ იმ პროექტზე? კი, ვცდილობ დავამთავრო. წარმატებები. აბა შენ საპირფარეში. ხალი ვარ? მაიცა? აბა სიდ რატომ ქვია? კაცების ტუალეტში ვერ შევდივარ, ანუ გოგო ვარ. შენი არეა შევიდეთ. ფიუ. წაჭყიარია ფაკეთ. პირველს შევალ. მაიცა სხვაში იქნებ რა იქნება? ფიუ. ფუ, ჩაჭმული ტუალეტებია რა, უბედურება არის. პირველი არის ყველაზე. ნუ ვერ ვიტყოდი რა ყველაზე სუფთა. და რას ვაუ დაჯექი კაცო მოფსი როგორ მოფსა ეს რა არის ეს თამაში ძალიან დეტალურად არის გათვლილი ვიოჩ მოვიდა ვერ ფსავ რაღაცა ვიღაც არის გვერდზე ჩავრეცხე კაშა გუჯა what the fuck Რას გახარ ასე სახესთან დისტანცია დავიჭიროთ ცოტა. კაცი აქ რას აკეთებს? Body-shit, ma'am. არ ვიცოდი რომ აქ იყავით. ოფერი კარგათაა. მეყვარს დალაგება ღამემდე, რადგან ამ დროს აქ საკმაოდ სიჩუმეა. შენ ისევ მუშაობ გვიანებამდე? ნუ კი. თქვენ ახალგაზრდა ხალხი ნამდვილად დაუღალავად მუშაობთ. თავს გაუფრთხილდით. მადლობა. Okay. Really strange, ტიპი. მარტო თავაში დაიწყო და უკვე სკრიმერებია. ხო, ხადავ. და მე ვიღაც რეკავს. ვინ რეკავს? Shut up. გამარჯობა. Hey Harp, it's Mike. Hey Harp, it's Mike-ია. გამარჯობა Mike. მე ვცდილობ დარეკოს შენს მობილურზე უკვე 2 საათის განმავლობაში. ზარი ყოველთვის გადადის ავტომატურ ფოსტაში. ყველაფერი კარგადაა? კი, ჩემი ტელეფონი ბოლო დროს ცუდად მუშაობს. Oh, snap. I was starting to think maybe you were ignoring me. ჯანდაბა, მე უკვე დავიწყე ფიქრი რომ მაიგნორებ. უხერხული სიცილი. I'm just kidding. Ხუმრობ.
Anyway, what are ყოველ you still doing at work? შემთხვევაში რასაკეთებ Kinda კიდევ late. სამსახურში უკვე გვიანი ხდება უბრალოდ მეტი სამუშაო მაქვს Damn, Harp, ჯანდება that sounds rough. Harp ეს Good thing I called to cheer სასტიკაჩხერს you up. კარგია რომ გადაწყვიტე დამერეკა რომ ხარი დამეჭირა ჩვენი about our trip, გამგზავრების did you get a chance to book the თაობაზე rental house? შენ გქონდა შესაძლებლობა wanted to see you. დაგერეზერვებინა And სახლი Nora. მე უბრალოდ ძალიან მინდა შენი ნახვა და ნორის ჩემი ნახვა გინდა თუ ნორის ვერ გავიგე მე მინდა გავაკეთო ეს სამსახურის შემდეგ No worries, Harper. I don't want to stress you out. ნუ As long as you ნერვიულობ book it tonight, I ხარპერ think it'll არ be fine. მინდა რომ ამაზე ინერვიულო თუ დღეს დაარეზერვებ ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება მე was ვიფიქრე thinking თუ since we ორივენი both live ვცხოვრობთ in the city, ქალაქში maybe I იქნებ could pick you up შემიძლია and ride შემოგიარო და together. ერთად Nice to catch up. გავიკატაოთ მაგარი იქნებოდა აგვენაზღაურებინა დაკარგული მაიცე რას ნიშნავს აგვეზღაურე რამჭრის დღეს აგვენაზღაურებინა დაკარგული ვინ არის ეს ჩემი No, save on ნუ gas and ხვდები relive the good old ეკონომიას days. გავაკეთებდით Do a little bit of Viking ბენზინზე City time before ნუ Nora gets there. გასაგებია და გავიხსენებდით ძველ კარგ დროს სანამ არ მოვიდა ნორა კარგი Great. I guess I'll let ჩვენიერია you get მაშინ back to work ვფიქრობ then. მოგცემ უფლებას რომ გააგრძელო მუშაობა იცი რა შენ უფლების თხოვნა მე არ მჭირდება Oh, wait, one more thing. მოიცადე და კიდევ რაღაც როგორ არ მიყვარს ეს სიტყვები When you book the rental, როცა please make sure to დააპირებ keep it დარეზერვებას under $100 გეხვეწები დარწმუნდი რომ $100-მდე გამოვიდეს ღამე გასაგებია პულის გარეში არის კიდე ბიჭი Nora and I were ნორასთან talking. ვესაუბრე და გავიგე რომ აქვს საკმაოდ პატარა ბიუჯეტი საქმეები კარგად არ მიდის კაი მე ვიპოვე რამეს ყურბილის დაკიდება შეიძლება კაი მაგვიანებით ვილაპარაკოთ ანუ უნდა დავარეზერვოთ ეს რა არის უცხო პლანეტელი თამაში what the fuck უცხო პლანეტელები როგორ დავაჭირო უნდა დავაჭირო ინგლისურად ცოტა წერკაცო სიტყვები არ ვიცი ნორ ერთი დავით ჩოკა ლამის მოყლის რაღაც ალბათ მეუბნებიან მაგით ხო რაღაცას მაგრამ ვერ ვიგებ არა ძალიან ბევრია კაი დაღუპული ვარ იმენა დამცხა რაღოზაში შევიდეთ ნუ შემიძლია დავჩავწერო რაღაც rent house rent რაღაცას თვითონ წერს რაღაცას აი მოვძებნოთ მაგარი არის კლავიატურაზე ვწერ და თვითონ რაღაცა იძებნება find your place to stay იპოვე ადგილი გასაჩერებლად სად მიდიხართ ნუ ალბათ პროსტა უნდა ჩავწერო რაღაც Woodbury search-ი რა მაგარი გავადიდე შეიძლება არა გმინდა გავალ კაი რა გვაქვს მაგარი არის კაცო მოწოწ ესე იგი $350 ხამე დავათვალიეროთ სურათები რა მაგარია ბუკინგზე ვარ თუ რა არის ძალიან ლამაზი სახლი მაგრამ აქ რაღაც გარბიჯულად გამოიყურება ისე $350 ერთი ღამე როგორ ღირს ჩვენ ბიუჯეტი გვაქვს $100-მდე რაღაც უნდა ვიპოვოთ ეს არის $250 ვაუ შიგნით ძალიან ამასად გამოიყურება გარედან დიდად არა ეს რა არაჩ გასაგებია ეს არა $200 ვაუ, ამას დავარეზერვებდი, მაგრამ ამდენი ბიუჯეტი არ გვაქვს. $99. კიდე არის? ვაუ. კაი, მაგრამ $100-მდე მხოლოდ აი ეს არის. გადავათვალიეროთ. Not bad. $100-ად უფრო მაგარი სახლი რატოა ვერ გავიგე. Book cabin. დავარეზერვოთ. პრინტი. დავპრინტოთ. ჰეი, მე ვარაუდობ, რომ თქვენ იგებთ ასობით ან ათასობით ისტორიებს ყოველ დღე. ამიტომ მე მოკლედ მოგიყვებით იმაზე, თუ რა მომივიდა. ბოდიში თუ რამე მოგეჩვენათ უცნაური, მე მეჩქარებოდა. როცა ვიყავი 20 წელზე ცოტა მეტის, ვმუშაობდი დიდ კომპანიაში ჩემს ქალაქში. Excuse me? ეს რა არის? როგორ წავიკითხო რამე? ცხოვრება ფირმაში იყო ხშირად Wait a minute, what the hell? ვერ ვკითხო
ყველაფერს რა არის? ვერ არ შეამოწმეს ეს რა შეთინგია? კლიენტებთან, კაროჩე ვერ გავიგე. ეს რა არის? ხარ ხატავთ რა არის? როგორ წავიკითხო რამე? კაჩე მე გიგიდი არა. სამუშაო რა თქმა უნდა კარგი ხელფასითა, მაგრამ საზიანოთ იყო ჩემს სულის სიწყნარისთვის. ალბათ ასე. მე სიდნი ჰარპერი ვარ და ეს ისტორია მოხდა ერთ-ერთ ასეთ დღეებში. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა კოლეჯიდან, მაიკმა, შემოგუთავაზა გაგვიმგზავრა სოფელში, ვერმონტის შტატში. რაც ჟღერდა მშვენიერ აზრად დამესვენა სამსახურისგან და ჩემო სხვა მეგობარმა ნორიმაც სწრაფად დათანხმდა. გეგმა მარტივი იყო. ჩვენ რატო ვერ ვამბობ ამას სიტყვას? ჩვენ ვარეზერვებთ. ჩვენ ვარეზერვებთ პატარა სახლს, ადრე ვამთავრებთ სმენას პარასკევს, ვემგზავრებით და ვბრუნდებით ორშაბათს. მაიკმა გამომიარა. ნუ, ოკეი. Excuse me? ვაიმე. What the fuck? რას მიყურებ მასა? რას უყურებ? ნუ, გადი. როგორ ვუპასუხო, არ ვიცი. Oh fuck. როგორ ვუპასუხო მე? გარაჟში შემოვდივარ ადგილზე ხარ? კი. შენ ხარ? Oh. აჰა, ჩემი ბაგაჟი. ой, ხარ? კაი. შენ კიდევ ასე ხუტები ხალხს? რატომაც არ ჩამეხუტები, ისე თითქოს და გენატრებოდი. და ანუ ვინ არის ჩვენთვის ვერ ხვდები ჯერ? კარგი, მაგრამ ჩავეხუტოთ. კაია, ეხლა, კარგად გამოიყურები. მადლობა რომ გამომიარე. მანაირად არ შეიძლებოდა. სასიამოვნო იქნება თუ გზაში მექნება კომპანია. ეს ძველი მანქანა იმდენ მოგონებას აღვიძებს. რა მოგონებებს აღვიძებს? მე არ ვარ შუაში. მე არაფერი არ ვიცი. ხო, მასეა. ამ ცუდმა ბიჭმა ბევრი რამ გაიარა. Wait, no. შენ შეგიძლია უბრალოდ შეაგდო ნივთები უკანა სავარძელზე და ჩვენ გავემგზავრებით. და რო დაეხმარო ქალს, არ შეგიძლია, კაი, პატრიარხატი გვაქვს აქ. როგორ ჩავაგდო ეს შიტინგი აქ? როგორ ჩავაგდო? ძლივს ბიჭო, რას დავაჭირე არ ვიცი, კლავიატურას ვაჭერდი, პროსტა ესე. ვერაფერი ვერ გავიგე მოკლედ. კაი, წავიდეთ. 4:26. ვაუ! წამოვიდა თოვლი. კაი, ატარე. რა უნდა? ჰარპ, ეს არ არის უცნაური. ადრე ჩვენ ვოცნებობდით კოლეჯიდან გაქცევას და აი აქ ვართ. თითქოს რაღაც დორამას ვუყურებ. ცდილობთ გავიქცეთ ცხოვრებისგან, რომელზეც ვნადრობდით. უცნაურად მუშაობს ეს. ოკეი. რიკ ვილსონმა მოგწერა. შემიძლია წავიკითხო? მინდა წავიკითხო. როგორ წავიკითხო? SMS-ები. ვაიმე, რა დაინახა? დაინახე ეს? რა დავინახე? მანდ იყო სკოლის ავტობუსი. შეიძლება ეს პროექტია. იცი, ალბათ ვინმეს აზრია, გადააკეთოს მანქანა პატარა სახლად ბორბლებზე, ან რაღაც მაგდაგვარი. მე ვკითხულობდი, რომ ხალხი აკეთებს ასე ინტერნეტში. What the fuck? რა საბიპინებ? ვერ არის ეგ. პარემ გადაუარებ. ფრთხილად. ჯანდაბა. ეს ახლოს იყო. იცი? მე წავიკითხე ინტერნეტში, რომ ამერიკელი ინდიელების რწმენით ირმის დანახვა, რომელიც გზას გიკვეთავს, ნიშნავს თითქოს და შეტყობინება მოგივიდა სოფლიოსგან. რა თუ რა შვები ვერ გავიგე. არაფერი ვუპასუხოთ. Strange man. ეს ტიპი უკვე არ მომწონს. ვერ გავიგე. ვინ არის ვაფშე ჩემთვის? ანუ ვიღაც მეგობარია კოლეჯიდან, მაგრამ რა ნამიოკებს მიტყვა აქ? ჩვენ საერთოდ ახლოს ვართ. შრეკიდან რო იყო. ვირი რო ეუბნებოდა. დიხანი დაგვრჩა?
ეს უნდა იყოს მიახლოებით აქედან საათნახევარში. ოკეი. ნუ შენ იცი, როცა მიემგზავრები თოვლში, ჩანს თითქოს და მოგზაურობთ გალაქტიკათა შორის სივრცეში. გაჩერდი რა. კვიანური სიტყვებით მე არ დამკერავ. შპარგალკად გიწერია ფურცელზე? ხე ასე არ ლაპარაკობს თითქოს და ოდნოები დამკითხულობს სტატუსს. რას გულისხმობ? შეხედე როგორ ფრიალებს თოვლის ფანტელები. კაი, გავიგე. Shut up, man. Shut the fuck up. აი, ასე ლამაზია. მე კი რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ამდენადაც არა ხო იცი. იუ ხარ, ამას შეხედე. რას? პიცა? მოეს პიცა. ნუ კარგი ხარ, მაშინ ოპერაცია პიცა, პიტსტოპი საქმეშია. Cringe! მოემზადეთ დაშვებისთვის. კოლა შემიძლია ვიყიდო Mountain Dew რა არის არ ვიცი Energy Bull Energy Bull კი არა bullshit დღეს რაღაც ვერ ვარ Dr. Fizzy Dr. Collins მაიტად რასელოდები მაიცა ბიჭო ვერ ხედავ რას ვაკეთებ ეს რა არის ფულის გამოტანა შემიძლია ტრანსფერი შეგვიძლია რისა მაიცა ის იმ სახლ მაიცა მე უნდა გადავიხადო იმ სახლის თანხა ანუ $100 ღირდა ხო სადა კაცო $100 გამოვიტანოთ მაშინ აი მე რატო უნდა გამოვიდე რა ეს კაცი ვაფშე საერთოდ არაფერს არ იხდის თუ რა პონტია ავიღებ ხო მივხვდი აქა ფული ჩემი ფულიკო მელოდები ამდენი ხანი შემოდი ხარ მადლობა ოპს პიზა მაინც რაღაც გადაცემა საღამო მშვიდობის ბატონებო რა საყრელი ეყურება ზურიკ შენ ხარ როგორი სახით ეყურება საყრელი დღეს სიცივემ გააღვიძა ყველაში არა დღეს სიცივემ გააღვიძა ყველაში ბიცის წგურვილი ბატონებო ვაფშე და ხალი ვარ რა თვალებში რას ვალი გაქვს აჰა უკვე იცით რა გინდათ სამსამი ნაჭერი გვინდა პირადად მე პეპერონი ყველის და ბოსტნეულის და თქვენ მის შემიძლია ავირჩიო პეპერონი მიყვარს ასე რომ პეპერონს ავიღებ კაი მეორე ნაჭერი მარგარიტა მესამე ბოსტნეულის რამე დასალევი მეგობრებო ეს გვეყოფა დღეს უბრალოდ პიცა მადლობა ანუ მშრალით უნდა ჩავიხრჩოთ ხო მადლობა მაგრამ მე ვიყიდე ჩემთვის ყოლა თუ რაღაც დოქტორ რაღაც კარგით მაშინ 6 ცხელი ნაჭერი პიცის უკვე თითქმის მზად არის თქვენგან $22.50 ესეც მე უნდა გადავიხადო კაროჩეს კაცია თუ ვინა ყოფეს მე ვიხდი კაცო მას არ გულისხმობ რომ კაცმა ვაფშე ყველაფერი უნდა გადაიხადოს მაგრამ ვაფშე ყველაფერს მე ვიხდი ვერ გავიგე კაი დაუჯდეთ მე როსტამ ტიპს შეხედეთ არ მომწონს მაგის სახე ღრმა ჩასუნთქვა აქ ისეთი კარგი სუნია SMS-ები ვინ არის რა ხდება ვაფშე მაიცა ეს რა არის ვაფშე არც წამიკითხავს ეს ვინ არის ვილსონი გამარჯობა სიდნი მადლობა რომ დაარეზერვეთ ჩემი უძრავი ქონება 12 დეკემბერს მე მქვია რიკი მე საკუთრე ვარ გამაგებინეთ თუ გექნებათ რაიმე შეკითხვები მოუთმენლად ველი აჰა აქ რაღაც კოდია კარგით უკვე თითქმის საღამოს 5 საათია ხოლო მე არ მიმიღია თქვენგან შეტყობინება მინდა დავრწმუნებულიყავი რომ ყველაფერი კარგად გააქვთ გზა ვუდბერისკენ ცოტა სახიფათო შეიძლება იყოს თუ შეიძლება შემატყობინეთ როცა მიხვალთ მადლობა რიკი უკვე გზაში ვართ და უნდა ვიყოთ საღამოს 6 საათზე თოვლმა ცოტა შეგვანელა მადლობა ყურადღებისთვის რაღაც აუდიო SMS-ია ნორასგან აბა რა სიტყვის Here's the thing guys მომისმინეთ მეგობრებო მე არ მაქვს დიდი ბიუჯეტი მე ვჭამ დებილობა მივინას იმაზე უკვე აღარ ვიცახი რომ ზამთრის საბურავები მაქვს საყიდელი
მოდით ვიპოვოთ რამე $100-მდე. ნორა, ეს არ არის პრობლემა. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ამ ფასში. ნორა, ჩვენ გზაში ვართ, გაგვაგებინე, როცა იქნები. კიდე SMS-ი? You guys are going to hate მეგობრებო, თქვენ შეგძულდებით. გეფიცებით მე დავჯდები საჭესთან, როგორც კი შევძლებ. მაგრამ ბოლო წუთას გამიჩნდა რაღაც საქმე. ჩემს ერთ-ერთ კლიენტს დაჭირდა კორექტირების გაკეთება პროექტში. ვწუხარ მეგობრებო, ნორა, გეხვეწები იყავი ფრთხილად. კაი, გასაგები, ანუ ნორა დატყდა რა. დატყდა რა, ეხლა სპეციალურად გააკეთა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ შენი ხელების საქმეა. შენ მოусმინე ნორას ხმოვანს ჩატიდან. კი, ახლა ხანს ვნახე. როგორც ჩანს დააგვიანდება. ტეხავს. როგორც ჩანს მოგვიწევს გართობის დაწყება მის გარეშე. Oh my. რას ვიზავთაბა? ნუ იქცევი ისე თითქოს არ იცი რაზე ვსაუბრობ. Excuse me? რა თქვი? გამიმეორე აბა. აჰა, ჩვენი საჭმელი მზად არის. ავდგები თუ როგორ? ეკი მაინც მოიტანე. დექი, მადლობა. მარტო თავისთვის წამოიღმადლო. ჯენტლმენი, რას ვიტყვი ახლა რა? შევთოხლოთ აბა. აი მე მინდა მე პიცა ვიდო. ოხ, ჯანდაბა, ეს პიცა საოცარია. ვიჯერებ რომ ნორა ტოვებს ამ მაგარ პიცას. აჰა, ვიცი. თოხლე და გაჩვენე. Consuming. ჯანდაბა ხარ, შენ რა სერიოზულად ჭამ პიცის ქერქს? ნუ რავი, პიცის ქერქი, მგონი ძალიან გემრიელია. მე პირადად მომწონს პიცის ქერქი. ხა ისეთი ხრაშუნა არა და ინგლის ყუნწებსაც ვჭამ. აი რა პრობლემებს მიქმნი აქ ვერ გავიგე. მე შევჭამდი საბურავსაც თუ ვიქნებოდი საკმაოდ მშიერი. მართალია, მაშინ ჭამე სხვისი საბურავები, რადგან ჩვენ კიდევ გზა უნდა გავაგრძელოთ. გასაგებია. გამარჯობა მეგობრე. ოი, sorry, რა საყვირი ვარ. როგორ ვიყურებ სასაცილოდ ის ტიპი? გამარჯობა. მე დავინახე როგორ მიაყენეთ ეს ძველი ლამაზი მანქანა. ეს ასეა? არ მინდა ვიყო ნაჩხულეტი ტრაქში. არა, ასე არა. უბრალოდ ნაჩხულეტი. რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ მე თვითონაც გზას მიუყვებოდი. ოკეი? როგორც ჩანს, ჩვენ მივიმგზავრებოდით ერთ მხარეს. კაი, რაღაც ნამიაგებს გვერდავს, ხო? არ ხარ თუ არზე თუ თქვენთან ერთად გავიკატავებ. სად მიემგზავრებით? უბრალოდ მივემგზავრები მან, სადაც მიმყავს გზა. მე მოგზაურის მსგავსი ვარ. არ იცის დაჟე სად მიემგზავრებ, ნუ ხო, ჩანს რომ ვერ არის. თან თოვლში მიდის რაღაც არ ვიცი სად. არ დაეხმარებით ადამიანს თოვლიან გზაში. მე არ ვარ დარწმუნებული ბოდიშით. რა თქმა უნდა, შეძლებთ იპოვოთ ცოტა ადგილი ჩემთვის. ეს უკვე მენაგლება. შემიძლია შუაში დავჯდე. ჯანდაბა, მე ჩავჯდები საბარგულში. ეს მანქანა ჩემი მეგობრისაა ბოდიში. და თქვენ ალბათ დამცინით. ლედი, არ გაქვთ ადგილი? მე ვიცი რომ შუაში ადგილი გაქვთ. თქვენ გეშინიათ ჩემი? ბოდიშით? თქვენ ამდენადაც კეთილები არ ხართ, ხო? ცუდი ადამიანები განიცდიან ცუდ მომენტებს. ფრთხილად უნდა იყოთ. გვემუქრებით? არა, არასწორად გამიგეთ. ბოდიშით, მე უბრალოდ გავიყინე და დავიღალე. So strange. უკვე ვიღაც strange ტიპები. ვაი, წავიდა? Strange ტიპები გამოჩნდნენ უკვე. კაფეში რომ შემოვედი, იქით-აქეთ დადიოდა, ანუ ხალხს ეკითხებოდა. აყოლებდნენ თუ არა და ალბათ ყველა მოარი უტყრა საწყალი. ნუ რა მქნა, ჩვენ არ ვიცით ხვინა. ნუ ეს უცნაური იყო. ის არც არაფერი შეუკვეთა. მეწოდება სიმართლე რომ გითხრა. ამდენი წლის შემდეგ შენ ისეთივე დარჩი ხარ. ჭამოთ. ეს პიცა იყო იდეალური საწვავი. ვერ მოვასწარი წაკითხვა. კაი, ავდგეთ, წავედით. Thank you so much. ღმერთო, ეს მშვენიერი იყო. მადლობთ. წავედით, სადა? ხილად ქალო, ლა. ყველაფერი რიგზე იქნება, ჯევოძვა. ჰოპა. Oh my god, არავა! მაის
როცა ორი გზა არის ერთ წამი. ვუთ. მარჯვნივ. აკეთ. Ups. მე გეუბნებოდი, ტარება თოლში ეს არ არის ხუმრობა. შენ მანქანა რა? კიდე მანქანა, fuck off, ბიჭო. იცი, მეორე მხარეს დავდივარ, მაგრამ რა ვქნა, ახლა ეს ვატარებ რა. სად უნდა მივაყენო, სად ვარ თვაფში? ვუდბერი. ეხლა შემოვედი ჯერ, რამდენი ხანია გზაში ვარ უკვე? ყველაფერი რიგზე იქნება. პოლიცია დავინახე. რა უნდა აქ პოლიციას? სადა ჩვენი სახლი რო? ლა. გონიცავა. აი აქ ვარ. მე არ მქონდა ტარების პრაქტიკა. ბრავა გაქვს ვაფშე ხალ. ეს იყო უცნაური პატარა სახლი ჩუმ ადგილში. Oh my god, ეს უკვე. Home sweet home. Wow. შენ არ აპირებ შენი ჩანთის წამოღებას. აი, წამოვიღებ. ჩემი ჩანთუკო. ვაი, მე აქ ისეთი უკვე ხმა დაიწყო. როგორ გავაღო ეს შიტინგი? ქონდა ჩავწერო პაროლი. რა იყო პაროლი კი, მაგრამ Kim, შვენიერ. შედით, საბა. ვაიც გაჩეთ ბიჭო, ასე ახლოს არა, ნუტკა ხარ ასე ახლოს. დისტანცია და ვიჭიროთ. რომ შვენიერი ადგილია. მე ვიცოდი რომ შეგვიძლია გენდო თამაში. აქ კარგი სურნელი დგას. მუსიკაზე არ გვაქვს საუბარი. მე მართლაც მინდა საპირფარეშოში. ნუ, კაი, წადი. სანამ არ ვიქნები, შეგიძლია ჩააწყო პროდუქტები მაცივარში. რა თქმა უნდა. საყვარელი სახლია. მინდა გითხრათ. გავაღო ეს შიტინგი. მასე. აქ რაღაცები უკვე არის. კაი, ჩავდოთ. მილკი. კიდე მილკი, ამდენი ერთზე რა გვინდა? იოგურტი, კვერცხი. всё, ეს მთელი საჭმელი რაც მოვიტანე. იმას ვაფშე ფული არ აქვს როგორც ჩანს, რადგან მაგის მოტანილია. გამოვიდა? ფუხ, ბოდიში ამისთვის ხარ. კარგად ხარ? ძელი გზა იყო და ეს პიცა ნამდვილად ჩემზე იმოქმედა. ნუ, ყველა პროდუქტი შენახულია. ყოველი შემთხვევისთვის ეს ადგილი საყვარლად გამოიყურება. მასში არის ის სოფლის ხიბლი, რომელსაც შენ ვეღარ ხედავ. კი, ეს საყვარლობა. და წავდი ტუალეტში. შეგიძლია წახვიდე, მე კიდე ჯერ დავიწყებ ჩვენი ნივთების ამოლაგებას. ჩვენი ნივთების ერთ სად წაიღე ჩემი ჩემოდანი. Excuse me, ამოალაგებს ახლა ჩემს ტრუსიკს ხო? არ მჭირდება შენი ამოლაგება. ერთმა მხოლოდ სულმა მითხრა რომ პიცა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება მაიკზე. Fuck. გვგრძნობ ამ სუნს ხო? Damn. კაი, მოვაფსუტუნოთ. ისევ ეს ტუალეტის ხმები. ეს აქ ცოტა ცნაურად. ახლა ვიღაც გამოვიქიდან. ესეთი. მედი არა. ვაიმე, მომეჩვენა თითქოს და კარი იყო ცოტა ღია. სარკეში არ ვჩანვარ, მე რა, ვამპირი ვარ? ნუ, უკეთესად გრძნობ თავს. კი, ახლა უკეთესად გრძნობ. ნუ, დავათვალიეროთ სახლი. კაი, აზრია. შენ შემდეგ. აქ შემიძლია გარეთ გავიდე. ვაიმე, გული გამისკდა, მეთქი ეს ვინა. ფრთხილად დაკეტე კარი, კაც შემაშინე. აქაც შეგვიძლია კა. რამხელა ადგილია. და ეს რა არის? Oh my god. შუქი სადა? ჰოპ, ამ ტიპს ნამდვილად უყვარს თევზაობა. ხო, თევზაობისთვის რაღაც ფუნქციები არის. ნუ კეტავ კარს, ჩვენ მივდივართ უკვე. ნორა, სადა? კაცო, ამდენი ხანი. არც მოგწერა. სმაილიკები. მეტი არაფერი. ეს რა კარია? არა, ეს რა არის? არა, ეს რა, ჩემი ფეხები არის. შუქი? კი, ასე უკეთესია. გაცლებით. ვაიმე, რას მაშინებ? ჩვეულებრივი პადვალია. ეს ადგილი ძალიან გავს შენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. დარწმუნებული ხარ? არ ვგრძნობ Long Beach კუშის სურნელს. ეს რა კოქტეილია ესეთი? და ეს კარი? საინტერესოა. რატომ არ უნდა იმ ტიპს რომ ვნახოთ რა არის შიგნით? კაროჩე, აქ რაღაც ინსტრუმენტები, ეს რა არის? რაღაც რუცებია შიგნით. Strange პადვალია, იმედი აქ მეორეჯერ აღარ ჩამოვალთ. შენ. წამოდით ახლა ვნახოთ რა არის ზემოთ ვაფშე. პირველი ოთახი. რაღაც არის. What the fuck?
რა შეფეხებს საკეთებ? გვინ არის ვაფშე? ეს დავაჟი მაგიჯებს გეპიცებით რა. ოჰე, თქვენ ახარ? თქვენ შეგვაშინეთ. უფსი. მე არ მინდოდა. ისე მგონია თითქოს ეს ლაპარაკობს ეს ტიპი. კეთილი იყოს თქვენი მაბრძანება ჩემს სახლში. რა საყვარელი წყვილია. არა, ჩვენ არ ვართ წყვილი. ხარ, ასეთი მცდელობა არ იყოს საჭირო. მე უბრალოდ პასუხი გავეცი კითხვაზე. არაფერს გეკითხებოდა სიდნი. მან განაცხადა, ხოლო შენ დაიკიდე. რა უნდა გეუბნებით? რაღაც პრობლემები აქვს ამ ბიჭს რა. უფსი, სულელი ვარ. არ მინდოდა გამომეწვია თქვენ შორის აურზაური. ჩვენ არავის არ ველოდებოდით. ჩემს კატას ვეძებდი, ხოლო მერე გამახსენდა, რომ ტელევიზორი გაფუჭებულია. ვიფიქრე თავიდან ჩამერთო, რადგან წინასწუნებმა დატოვეს ცუდი მიმოხილვა. იცით, ხალხი ამბობს, მიეპყარით სტუმრებს ისე როგორც ოჯახის წევრებს. ჩემი ოჯახი ტელევიზორის გარეშე ვერ იქნება. ამას ვიძახი. თუ აქ ხართ, მოდით გიჩვენებთ ჩემს საყვარელ სახლს. ახლა? ცუდი მესაკუთრები იქნებოდი თუ არ გიჩვენებდი რა სადდევს. მე არ გეძახდით, რატო არის სახლში? მესაკუთრე იყო საშუალო ასაკის კაცი, ძალიან ნერვიული. თავიდანვე მისი ყოფნა გვიწვევდა ჩვენში არაკომფორტულობას. ეს დუშია, ეს ნიფთი გაიძულებთ, იგრძნო თავი თითქოს და იბანდ თავს ჩანჩქერზე ამაზონის ჯუნგლებში. ამას კიდევ წარმოსახვითი სქილები ჰქონია. ეს ნიჟარა არ მუშაობს სამწუხაროდ. გეშინიათ, მალე შევაკეთებ თქვენთვის. მოდით ახლა გიჩვენებთ საძინებელს. Strange ტიპია, რა უნდა? მე თვითონ ვერ ვნახავ თუ რა. ხარ, შემხოლოდ შეხედი ამ საოცარ ხედს ფანჯრიდან. თქვენ ფიქრობთ ეს საოცარი ხედია, მისტერ? მოიცადეთ სანამ გიჩვენებთ აივანს. წამომყევი თუ შეიძლება. მაინცა ერთი შევხედო. მოდი ხართ მის? მაცალეთ. ხედს ხო უნდა შევხედო. ის რა კაი ხედია? ყველაფერი ჩანს იმენა. გავიგე ყველაფერი რა. რა ახლოს დავიდგა? არ მინდა ახალ ხმერთო ეს იდეალურია. ძანცივა მიხარია რომ მოგეწონათ. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია. ხედი მდინარეზე საოცარია. ეს ასევე კარგი ადგილია სათევზაოდ. ჩვენ ამას უკვე მივხვდით, როგორ გიყვარს თევზაობა. კარგი, დავბრუნდეთ უკან, სანამ ისევ გავცივდი. ეს მარანია. მართლა? რამე დაგჭირდებათ ინსტრუმენტები, დამატებითი პლედები, რაც გინდათ, ეს ყველაფერი აქ არის. თუ შუქიროთ ეს მე გაითიშება, ჩვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფანარი. ზეთი ქარიშხალია, რა იცი რა ხდება? მადლობა. კარგით მეგობრებო, მოდი ჩავიდეთ დაბლა. თვალში მომხდა რაღაც. ალბათ მისი ბრტყელი შუტკები. როგორც ვხედავ, მაცივარში უკვე ჩააწყეთ გემრიელესი საჭმელი. უნდა გაჩვენოთ ქვაბი. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს კიდე? და რა თქმა უნდა ჩავდივართ პადვალში, ხო? მშვენიერია. დაკრა არის. დაკრა არის. კი, მოვდივარ. იმ კარზე არაფერს იტყვის? აქ არაფერზე უნდა ინერვიულოთ, მხოლოდ ქვაბია და რაღაც ძველი ნიფთები. სერ, იმ ოთახში რა არის? არაფერი, რაც თქვენი ორისთვის სანერვიულოა. მე ამ ოთახს ვიყენებ როგორც მარანს. კარგით, უბრალოდ მაინტერესებდა. მოდით გავაგრძელოთ გზა. Strange. ვაიმე? მე უკვე მიხსენებია, რომ არა, შეიძლება ჯობია დავიტოვებ ეს ჩემთვის. რას, რის თქმა უნდა. ბიჭი, ვისგანაც ვიყიდე ეს სახლი, მითხრა, რომ მისი დედა გარდაიცვალა აქ. ზოგი სტუმარი იძახდა, რომ ესმოდათ ხმები ღამით. ესმოდათ თუ როგორ ვიღაც დადიოდა აქ. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ თუ ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნებოდი, მე აქ არ შემოვიდოდი. ისი ხმა იყო? თქვენი სახის გამო მეტყველება. კაი, მე უბრალოდ ხუმრობ. კაი, ხუმრობ აქ. ამ დროს ჩემმა ჟუანტელ მეტრმა მიჩვენა 6 ქულა 10-დან. კარგით მეგობრებო, თოვლი გროვდება, მე უკვე წავალ. ვიპოვო ეს ჯანდაბა კატა. მადლობა რომ გვიჩვენეთ სახლი. ახო, რომელი სახელი იყო მითითებული ბრონირების დროს? მე ალბათ ვბერდები. სიდნია.
ჰა, სიდნი. ზუსტად. ლამაზი სახელია, ლამაზი გოგონასთვის. თქვენგან ნამდვილად არ მჭირდება კომპლიმენტები, ოკეი? მე მეჩვენება თუ ეს ტიპი მართლაც ძალიან უცნაურია. ძალიან უცნაური. დუშის მიღება მინდა. სიცილი, გამაგებინე თუ იგრძნობ თავს თითქოს და ჩანჩქერის ქვეშ იბან. რა ძალიან უცნაური ტიპია. ეს კარი რომ დავკეტოთ, ეს ხმა არ მინდა რომ ესმოდეს, ოკეი? მეთქი რისი ხმა არის ტელევიზორი ჩართო იმ ტიპა. კაი, მივიღოთ შხაპი. იმედი ახლა არავინ არ შემოვა, ხო? შეგვიძლია შევხედოთ გარეთ. მე უცნაური ტიპები ხომ არ არიან. აი ეს უცნაური ტიპი, რომელიც შეხვდა პიცერიაში. შეიძლება აქ გამოჩნდება მერე. რა იცი რა ხდება? უბრალოდ ასე არავის არ. თუმცა ლიფტშიც შეხვდა ვიღაც უცნაური ტიპი, მაგრამ მერე გაქრა. ჰეი, ჰარპ, შეხედე. მე ვიპოვე ეს ანკესი იმ ბეღელში. გეგმავ დაიჭირო ჩვენთვის ვახშამი. ეხლა როცა შენ შემახსენე, ეს იქნება ეპიკური დამატება ჩვენი დასვენებისთვის. ჯანდება რისთვის ვთქვი? არ ვიცი, მან ცივა. მიდი, ჰარპ. რა აკეთებდა ამ მოგზაურობას კიდევ უფრო ეპიკურს ვიდრე შესაძლებლობა დავიჭიროთ ჯანდაბა ვახშამი. Okay, relax, please, relax, man. ფიქრობ სახელი ისე იქნება. კი, ჯანდაბა, წამოვყევი ბეღელში კიდევ ერთი ანკესია, ასე რომ ორივენი შევძლებთ ვცადოთ. Okay, ხაფრის შემდეგ ეგრევე გარეთ თოლში. მადლობა რომ ნერვიულობ ჩემზე. მე თვითონ ავიღებ, შენზე სწრაფი ვარ. მე აქ შუქი რო ჩავთოთ რა. ასე ფრთხილად არა. წამოდი ხარბ. ჩვენ იქ უნდა წავიდეთ. შეგიძლია იყოს სხვა ანკესი ხარ? ავიღებ, კაი. ავიღე. ჩვენ უნდა დავიჭიროთ 3 კარპი. საქმეში ხარ? კი. ძლივს, კაცო. რაღაც მინი თამაში არის. კაია. კიპ. ამბობენ თუ არის ერთი კარპი, მაშინ იქნება სხვაებიც. მართლა ოდნოებიდან კითხულობ ეგ სტატუსებს თუ რა? იქ ვიღაც დადის. ჩანთიან ის ტიპი ხوارა პიცერიაში რომ ნახეთ არ მაინტერესებს რადგან თევს ვიჭერ აქ ნუ რა არის კარპი ძლივს oh my god წავედით რა თქმა უნდა წავედით არ რატო არის ეგ მუსიკა ვიღაც არის სახში რაღაც ვერ დავინახე ის ტიპი არის რაღაც თუ რატო არის ეს მუსიკა? ეს strange მუსიკა. რატო არის? კაი, ხომ და დავამზადოთ ეს რაღაც საჭმელი. უკვე მივრბივარ. რაღაც რუცები უნდა ჩავდოთ. კაი. აჰა, აი აქ უნდა ჩავდო. სელთი, მარილი სადა ეს არის? არ ვიცი, მაგრამ ჩავყრი. რაც არის, ყველაფერი ჩავყრი, ეს რა არის? ეს არის იღება, ესე იგი. აი, ზეთი. რატო არის ეს მუსიკა? თითქოს და რაღაც ხდება, ვერ? არ ვიციეთ. მარილი, black pepper. მშვენიერია. მე გავაკეთე. მაინტერესებს რატო არის ეს ხმა? ფერი არ ჩანს, მაგრამ ეს ხმა მაშინებს. მუსიკა დაძაბული გახდა რაღაც. აჰა, თევზი, 1 2 აჰა. მე წავიკითხე რომ უნდა ჩართო ღუმელი 400 გრადუსზე 30 წუთით. უეჭველი 400 გრადუსი? თუ სახლს დავწვავთ აქ. კაი, ჩავთ. ეს კარპები ძალიან გემრიელი გამოვა. სანამ ველოდებით, როდის დამზადდება კარპები, მოდი ვითამაშოთ მაგიდის თამაში. ვფიქრობ შეგვიძლია. პაზლის კარი რო დავკეტოთ შეიძლება. ეს რა კარია, აქ არ ვიყავი. Ouija? Wow, ვიღოთ მაშინ ეს. ეს Ouija-ს თამაშია? მოლი მერთხელ მითხრა რომ შეძლო დალაპარაკება თავის მკვდარ ბებოსთან, ასეთი ჯანდაბის მეშვეობით. გახსოვს როგორ უცნაურად იქცეოდა რიკი, როცა გვეუბნებოდა მარანცზე. როგორ მოგწონს იდეა რომ მან ვცადოთ. რა? კარგი აზრია. ვერ არის ეგ გოგო ნამდვილად. Oh my god, რა ბუღის ფისკა იწყება. Fuck. მეშინია. ობობებს მოარიდე თავი. მე ობობების არ მეშინია. მე უფრო შენი მეშინია, იცი? ჩამიყვანა რაღაც პადუალში. სად მიგაქეკ მაგიდა ეხლა? კაია, აქ ვიქნებით. იცი რა გააკეთებდა უფრო საშიშს. რა? მოდი გავთიშოთ შუქი. Fuck, no! შუქი? არ ვიდა. შუქი, გათიშული შუქით.
იცი როგორ მუშაობს ეს რაღაც? კი, ვიცი. კარგი, მაშინ ჩემ პირველი ხარ. როგორ მოძრაობს ასოები? აქ არის მოჩვენებები, რომლებსაც უნდათ ჩვენთან ლაპარაკი. ანუ ამით ეკითხება, ალბათ, ნუ. კი. ჩუჩულით ამბობს. არ არსებობს ეს შენ ამოძრავებ ხელს? ეს მე არ ვიყავი ჩუჩულებს. მეც ასეთი შეგრძნება მაქვს. გაგრძელე. როგორ არის მან სასუფეველში? ჰეი, პატივისცემა გამოიჩინე. და რას ნიშნავს ვერაფერი ვერ გავიგე? შენ მეგობრული ხარ? ვერაფერი ვერ გავიგე, რაებს აკეთებს ეს ტიპი. ჩემი ჯერია. ნუ მეგობარო, მოგვეცი ნიშანი, გაგვაგებინე რომ აქ ხარ. What the fuck? სად გაიქცა? ჯანდაბა. ზოგადად არ ვარ იმ ტიპებიდან, ვისაც ჯერა მოჩვენებების ან სულების, მაგრამ მოგატყუებდით თუ გეტყოდით, რომ იმ ღამეს ვიგრძენი თავი უხერხულად. რისი ხმა იყო? ჰა? რატო დამტოვე? რაღაც ჯანდაბა ხდება იქ დაბლა ხარბ. ეს უცნაური იყო. უცნაური ნაწილი იყო, როცა შენ დამტოვე. ხო? რა ჯანდაბას ამბობ ხარბ? ვიფიქრე რომ შენს გამოძრავებდი შენს ტრაქს. კარგი იქნებოდა თუ შეამოწმებდი. და ამას ქვია კიდე კაცი რა. შენ როდეს მე გაგიგონია, ჩაარტყიან გაიქეცი. სიდნი ბოდიში, კარგი? როგორც სიტყვე. Damn boy. გონია ვითომ რაღაცას უცებ დავინაღავს რაღაცა. და რა თქმა უნდა თავისთვის დაიღო. კაი, მადლობა. გაიხარე ძმაო. ნავთებთან არ მინდა ჩდომა. შეხედეთ პროსტა რას გავს. ჩართე? რა შოუმერთი? არც არაფერი ჩართო ხო? იცი რა ასკეთ. ახლა მოგადა. აი ჭამოთ. ხელი ჭამ. კაი მე ჩავჭამ ხელით. არფესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კერძი. ორმაგად გემრიელია, რადგან ჩვენით ორივენი დავიჭირეთ თევზი. ძალიან გემრიელი იყო. ჩვენგან კარგი კამანდა გამოვა ხარბ. Nope. სწრაფად უნდა შევამოწმო ჩემი მეილი. დამავიწყდა ნოუთბუქის ზემოთ. მე ვფიქრობდი რომ ვისვენებთ სამსახურისგან. ეს არ არის სამსახურზე. უბრალოდ ველოდები რაღაც დეტალებს, მოკლედ გასაგებია. კაი, პირველ რიგში ამ შიტს გავჩავ. Oh, thank you God. კაი არა გაჩუმდა ეს საშნელი რაღაც. პანჯერაში ვიხედები, რადგან მეშინია რაღაცას დავინახავ. მაგრამ მაგის გამოტოვება უფრო საშნელი იქნებოდა. მაიკისგან რა მომწერა? გონი ჩემს საწოლის ქვეშ ვიღაც არის. ახლა შეგიძლია ამოხვიდე? არა. ვიაქ ვიქნები. კაი, ავიდეთ. რომელია მაგის ის საწოლი? ჩუმად მიდიო. Fuck. სად არის მისი საწოლი? ეს? ჩუმად მივდივარ. Oh fuck. Mike? Mikey? Fuck! Saidon! დაგიჭირე! რა ჩემ ფეხებია, Mike? მე ზუსტად დაგიჭირე. ეხლა სახალისო იყო. ეგ არ არის მაგარი. კაი რა. ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. არ გინდა შემდეგი რაუნდი? შემდეგი რაუნდი? რას ფიქრობ და ხუჭობანაზე? მე რა, 5-ის ვარ? კარგი. კაი, შენ საქმეში ხარ. მე დავითვლი 10-მდე. პადვალში გადავწყვიტე დამალვა, აი რატომაც არ გამოდის. მეთქი რატო არ მოდის? პადვალში, ხო? კაი, აზრია. რატომაც არ დავიმალოთ ამ შითინგ პადვალში? ისედაც ვიჯვავ რა. აი აქ ხო? შეგვიძლია დავიმალოთ. შვენიერია, კაგრას აქაც არის ხმის რაღაც. აჰა, დაგიჭირე. კაი, ახლა ჩემი ჯერია. 1 2 3 4 5 6 7 8 სად ჩემ ფეხებში იქნება? კაი, სწრაფად წავიდეთ საპირფარეშოში. აქ არ არის, ეს არ იქნება ხო? ზემოთ იქნება სადღაც ჯანდაბაში. აქ არის? ყოფილა. დაგიჭირე. მოიცადე ხარფ, მგონი რაღაც ხმა გავიგე ზემოდან. შენ ისე ვაპირებ ამის გაკეთებას? ხუმრობის გარეშე, სიდნი, მე სერიოზულად რაღაც გავიგე. არ გაგიგონია ეს? ჩემი სიცოცხლით გეფიცები, მე რაღაცა გავიგონე. მე ვხედავ ამ კარს სახურავზე. კარს? ჰეი! რას კეტავ? ისეც ვიკუკები აქ. ეს უნდა ავიღოთ.
ტიპის გარეშე ვერ ავდივარო. მადლობა, ანუ აქაც მიავდივარ, ხო? მაგარი კაცი არა. ეს რა არის? Strange სურათი? Oh fuck. Ideki. Fuck. It's so strange, man. What the fuck? Kata? Bizunia? Marto xar? Media marto are. Pisa. Ay, badara. Oy, badara pisa. Aba chi, abe. Oy, me gulgams kametki რა არის? რა არის? მატრასი ჭუჭყიანი? სედინ კარგად ხარ? რა იყო მანდ? აი რო ამოსულიყავი, გაიგებდი. მე რა კაცები წამოვიდნენ რა. ეს იყო უბრალოდ კატა. რა კაია. ვფიქრობ რომ შეერია. იქნებ შეგვიძლია მივცეთ ერთ-ერთი კარპიდან. როცა გიპოვი თავია. რა? ისე უნდა ვითამაშო დახუჭობანა? იმაში რა ქვია კაცო, რა ქვია იმას კაცო? ой, აქედან არა. ბოსელში. კაი, ბოსელში არა, აი ამაში უნდა დავიმალო. აი, strange მუსიკა. ესე დავჭდები, დავსატკავებ. ცოტა მალე მენ, შია უკვე მაგრად. პიმპიცა შევთხოვდით დისიამოვნებით. ოპა. მოდის. გამოვიდა. ნუ, სად მიდის? ვერ დამიჭერ, ვერაო. ესე ხო ვერ დამინახავს. აჰა, აქარ. მე ვიღლები. ესენი მეღად დავებია? მომისმინე, მე დავიმალები სახლში, ჩვენ ხო ისედაც ვაპირებდი სახლში წასვლას. შენ მიპოვი და ჩვენ წავალ დასაძინად. სიწვის ვართ თუ რა, ვერ გავიგე. მოვდივარ და მოვდივარ. აქ არ არის. არ შევიდოდა, რადგან უკვე მე ვიმალებოდი. ალბათ სადღაც მეორე სართულზე არის. რაღაც ხმებია. What the hell? რა მოხდა? ნუ გამარჯობა. რა უნდა ამ ტიპს კიდევ აქ? რატომ ხართ კიდევ აქ? ვასწორებ. დავუძახებ ამას ტრუბას, რადგან არ ვიცი რა ქვია მაგას. ვასწორებ ტრუბას, ამაზე პრობლემა გაქვთ? ჯობდა გეთქვათ ჩვენთვის. მის, ეს ჩემი სახლია. არ მჭირდება ყოველ ჯერზე თქვენ რომ გკითხოთ რაღაცას როცა ვასწორებ. Excuse me, ასე ვინ აკეთებს? მე არასდროს მინახია რომ ტრუბას ასწორებდნენ ჩაქუჩით. როგორ სახით უყურებს? ბევრი ტრუბა გაქვთ შეკეთებული, მისტერ? არა მგონია, ასე რომ მომეჩვენა რომ არ იცით რა ინსტრუმენტებია საჭირო. როდის მოხვედით? რამოდენიმე წუთის წინ. ხოლო თუ რაღაცა გესმოდათ მანამდე, მაშინ ეს უნდა იყოს ის ქალი, გახსოვს? ეს ტიპი მაგრად არ მევასება. თქვენ არ ფიქრობდით იმაზე რომ შეგიძლიათ შეასწოროთ ხვალ? თქვენ გინდათ რომ წავიდე? არ არის, ის უბრალოდ თავაზიანია. ჩვენ დავარეზერვეთ ეს სახლი და გვინდოდა ვყოფილიყავით აქ მარტონი. მე ჩვენ დიდათ არ გვინდა დარეკვა სამართალდამცავ ორგანოებში. და რას ფიქრობ ახლა? არანაირი პოლიცია არ არის ვუდბერში. როგორ თუ არ არის, როცა აქ მოვდიოდი დავინახე პოლიცია. თქვენ ფიქრობთ რომ შეძლებდნენ დამაკავონ? იმის გამო რომ ვარ ამ სახლის პატრონი და ტრუბას ვაკეთებდი? მე უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს სამსახურს. თუ არ შეგიძლიათ მოუთმინოთ, მაშინ ეს თქვენი პრობლემაა. იცით რა? თუ თქვენ არ გინდათ რომ შევაკეთო, მაშინ ასე დავტოვებ. და დადის ეს კაცი ჩაქუჩით, პროსტა ნორმალურია ეხლა მითხარით? შევხედოთ რომ უეჭველი დატოვოს სახლი, რადგან ძალიან უცნაური ტიპია. აჰა. არის ჩაკეტვის შემდეგ მოვილაპარაკეთ თუ რა გაგვეკეთებინა. და მივედით დასკვნამდე, რომ რიკი სულ თავიდანვე იყო უცნაური. ჩანდა რომ მოსწონდა რაღაც საბაბის მოფიქრება, იმისთვის რომ მოსულიყო შეტყობინების გარეშე. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ რიკი უცნაურია და სავარაუდოდ უვნებელი. მომისმინე, ჩვენ უკვე გავიარეთ მთელი ეს გზა. მოდი უბრალოდ გავერთოთ, თქვა რიკმა. მაგრამ ამ დროისთვის ვგრძნობდი თავს ნამდვილად დაღლილად. გადავწყვიტეთ ცოტა დამესვენა. და სად არის ნორა? მაინტერესებს. ამდენი ხანი რას აკეთებს? სად არის პროსტა? Oh my god. Oh my god. ვინ არის? ვინ მაღვიძებს? ვინ? Oh my god. ვინ არის ეგ? მაიკი შენ ხარ? ხარ შენ კიდე არ გძინავს? ნუ უკვე არა, როგორც ხედავ. რთულია დაძინება, როცა ვიღაცა აკაკუნებს. არ ხარ უარზე რომ შემოვიდე? მინდა რაღაცაზე გაგესაუბრო. კი?
კაი, შემოდი. კარი დავკეტოთ. რა უნდავა? რა გინდა? შტორმი უარესი ხდება, თითქმის ვერ ვხედავ მანქანას გზაზე. იმედია ნორა კარგად არის. ის კარგად იქნება, სიდნი. ნუ ნერვიულობ. მე შენ მოგივლი. ჰეი, ეს საერთოდ არ არის პრობლემა ბიჭისთვის, რომ მიხედოს იმას, ვიზე ნერვიულობს, ხომ ასეა? რაზე საუბრობ? გორი დღეა არა? ასე არ წარმოვიდგენდი ჩვენს გამგზავრებას, სიდნი. შენ შეგიძლია დაჯერება ამის? უბრალოდ დადის სახლში თითქოს და მაგას ეკუთვნის. ის ნამდვილად ამ ადგილის მესაკუთრეა. შენ იცი რა ვიგულისხმე. მას არ შეუძლია ასე უბრალოდ უეცრად გამოჩნდეს, როცა მოუნდა. ჩვენ დავარეზერვეთ ეს ჯანდაბას სახლი. ვგულისხმობ რომ თითქოს და ის არ არის მავნებელი, მაგრამ გაღიზიანებული ვარ. მეც ნამდვილად, რადგან ასე არ უნდა იქცეოდეს მესაკუთრე. აჰა, აქ ორი არჩევანი გვაქვს. შემიძლია მარტო მე დავიძინო, ან შეგვიძლია ორივენი დავიძინოთ. მედია ცალკე ოთახში, ხო? კაი, მოდით. კაი, ორივენი დავიძინოთ მაშინ. ვაიმე. გარა, მე არ დავждები აქ შენთან. წადი შენი ის გაქვს, კაცო, საძინებელი. რატომაც არ დაждე ჩემს გვერდზე? არ მიდე. კაი, დავждები. ზანახოს ხარ. მე ზანახოს ხარ შენ იცი. რა, მე ვნატრობდი ამაზე. რაზე? ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ. იმდენი დრო გავიდა. რა უნდა? შენ იცი, შენ არ გჭირდება მარტო დაძინება, თუ არ გინდა. არა, მინდა, მარტოდაც კარგად დავიძინებ. აი, რას გულისხმობ? რაღაც დაფიქრდა. ესეც სახით, დანგრეული სახით მომიყურებ. ისე იცახი თითქოს და არ გახსოვს რა მოხდა ორეგონში. მე მახსოვს ძალიან კარგად. ხო? მომიყევი, მახსოვს რომ ცნაური იყო. ის ყოველი შემთხვევისთვის კარგად დაიწყო. მაიკ, ჩვენ ბევრი დავლიეთ, რაღაც მოხდა. აჰა! ეს მასეა, ნორა, გვიშველე გეხვეწებითო. არა, SMS-ებს ვერ ვაღებ ჯერ. მე იმის იმედით ვარ, რომ კიდევ როდესღაც მოხდება ეს. მაიკ, მე არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ მომეცი უფლება რომ მოგხედო, სიდნი. მაიკ, მე არ მგონია რომ ეხლა კარგი დრო არის. Guys, I think I'm about 70 miles away from Woodbury. მეგობრებო, თქვენამდე 70 მილით ვარ დაშორებული და გამისკდა ბორბალი. ხოვლი მოდის, გარეთ ვდგავარ, მე-11 შოსეზე ვარო, Killing.თან. არ მინდა გთხოვოთ, მაგრამ შეგიძლია წამიყვანოთ? აი, სადაც ყოფილეს ნორა. რა მომენტია, მაგრამ არ მგონია რომ შეგვიძლია დავტოვოთ ნორა. არა, არ შეგვიძლია. უნდა მოვემზადოთ. არა, სიდნი, შენ აქ რჩები და უნდა დაიძინო. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. მე კიდე წავალ დავეხმარები ნორას. რა საყვალობა, მაიკ. მე ყოველთვის მიყვარს გაგიკეთოს სასიამოვნო რაღაცები, სიდნი. კახაწები არაფერს არ ვუპასუხებ რა. წადი. კაი, კიდე დავიძინებ. მე ვუთხარი ჩემ თავს რომ ყველაფერი დალაგდება თუ ცოტათი დავისვენებ. ნორამ ყოველთვის იცოდა როგორ დამაყენოს ხასიათზე და ყოველი წუთით უფრო და უფრო მეტად მჭირდებოდა, რადგან მალე მოვა, გადავწყვიტე და მესვენა. ამით ვიღაცა აზარუნებს. ვინ აზარუნებს? ვიღაცა იყო კარებთან, შესასვლელთან. ვინ არის? ვინ ჩემ ფეხები არის? ეს ის ტიპია! პიცერიიდან! ეს ის ტიპია პიცერიიდან! ფაკოფ! რა უნდა? გამარჯობა? მომისმენი მეგობარო, მე ვიცი რომ გიჟივით კაკუნი შუახამის არ არის კარგი, მაგრამ ცუდ მდგომარეობაში ვარ ახლა. მე იმედი მქონდა ჩემი მეგობრების, მაგრამ ისინი 2 საათი სავალ გზაზე არიან. შეგიძლიათ დაელოდოთ. მადლობა, მაგრამ იმედი მქონდა რომ შიგნით დაველოდებოდი, სანამ ჩემი მეგობრები წამიყვანდნენ. თქვენ აქ არ შემოხვალთ და წერტილი. და თქვენ ზუკნა მეკაიფებით. Oh my god! შენ მომცემ უფლებას რომ გავიყინო სიკვდილამდე? მე არ გაძალებდით იაროთ ფეხით ქარიშხალში. მართალია?
პრინციპშიო, უნდა დამცოდნოდა, რომ აქაც იქნებოდით ისეთივე ძუკნა, როგორც იმ პიცერიაში. რა? შენ ფიქრობ, რომ ვერ დაგინახე? შენ და შენი პატარა ბიჭი როგორ თევზაობდით? ის ტიპი, რომელმაც გაიარა, ეს იყო? ვიფიქრე, იქნება ახლა მომცემდით შანსს, მაგრამ როგორც ჩანს, არა. ცუდია. გეხვეწებით უბრალოდ წადით, თორე დავრეკავ პოლიციაში. აქ არ არის პოლიცია, ახლა. იმენა ყველა ამბობს, რომ არ არის პოლიცია, მაგრამ მე დავინახე, კაცო. ვერ ვხედავ მანქანას თქვენი ბიჭის. მე ვერეკავ 911-ში. კარგი. როგორც გნებავთ. Fuck off, man! მაგრამ რაღაცას მოგიყვები. შენ მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ. იმის გამო, რომ დამტოვე აქ. კარმა კიდევ ის ძუკნაა, მეგობარო. Oh my god! შენი ეთა მარტო ვარ დარჩენილი. ამ მომენტში სხვა გამოსავალი არ მრჩებოდა იმის გარდა, რომ შველა მეთხოვა. თვალებს დიდი ხნით ვერ ვახელდიო, უნდა დამეძინა, ვერ არის ეგ. ასეთი რაღაცის შემდეგ კიდე წყნარად დაიძინებდა პროსტა. კაი, დაიძინე. What the hell? რა ხდება? რა არის? პანჯარაზე ისროლეს რაღაცა? Oh my god, არა, მარანი ღია არის. პადვალშია ჩემთან? The hell? პადვალშია ჩემთან პროსტა. რიგ ბოდიშით რომ ისევ გაწუხებთ, მაგრამ შეგიძლიათ მოხვიდეთ კიდევ ერთხელ. აქ ვიღაც არის, ანუ კარჩე იმას ყვება, რაც მოხდა იმ პიცერიაში. მე მესმის როგორ დადის ის სახლში. თუ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, თუ ცხოვრობთ ასე ახლოს. Oh my god. ვინ არის ეგ? ეს ტიპია. გახეთ კარი მისეს მე ვარ. აი გავაღოთ. ისევ ამ ჩაქუჩით რო დადის. რა ჯანდაბა ხდება აქ? ფუხ, რა კაია რო აქ ხართ. სიტუაციის ახსნა. კი, მე მოვედი ისე სწრაფად როგორც შემეძლო. მე მაგაზე აღარ ვინერვიულებდი. ოკეი. ფრთხილად. ცოტა ფრთხილად მე. შუქი რო ჩავთო არ შეიძლება? აღარ ვინერვიულებდი, რას ქვია და რო შეამოწმოს რატო დადის? რატო დამყვება? და სად არის შენი მეგობარი? ის ვინც ადრე იყო შენთან? ის მალე უნდა დაბრუნდეს. Oh my god. მაშინ გამოდის რომ აქ სულ მარტოდ ხართ? კი, მაგრამ ჩემი მეგობრები მალე დაბრუნდებიან. ასეთი შტორმის მსგავსი ყველაზე უცნაურ სტუმრებს იზიდავს სახლში. ნამდვილად ასეა. Okay. რიკი, მომწერა. მოვიდე კიდევ ერთხელ, რას გულისხმობთ? მე ვცხოვრობ ბერლინგტონში. მე არ ვიყავი ამ პუნქტში რამოდენიმე კვირა. რა? ვინ არის ეს მაშინ? ეს ტიპი ვინ არის? არა, იდექით მანდ. შენი იმით, კაცო, ჩაქუჩით. აი მე? ყველაფერი კარგადაა, მის? კი, ვინ არის SMS-ებისთვის ხომ ასია? ვისთან ლაპარაკობდით? ეს ჩემი მეგობრები არიან, მალე მოვლენ. ეს ასეა? კი, მადლობა რომ მოხვედით. თქვენ ჩემთან ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ თუ გინდათ. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაზე? კი. იქნებ ჯობია რომ ყველაფერი შევამოწმო. დავწმუნდე რომ ყველაფერი კარგადაა. ახლა უნდა წახვიდეთ. რა თქვით ახლა? Fuck. ვაჩვენო. SMS-ები. Oh my god, არა. ეს ჩემი ჯანდაბა სახლია და წავალ როცა მე თვითონ მომინდება. ახლა უნდა წახვიდეთ. მე მასე არ ვფიქრობ. თუ ვინმე დატოვებს ამ სახლს. ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენგანი. რა საშუალა? ერთი წამით, აბა რა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა გავიქცე? Oh my god. აქ ვარ გავიქცე მაშინ. მაგრამ აქ ის ვიღაც მანიაკი არის თუ ვიღაც ბიჭი.
What the fuck? ვიდრე ყავს. ვიდრე ყავს კაცო. რატო ხნეს ესე? წავიდა. ზემოთავალ, მაგრამ კიდია. ზემოთ ვიჯდები. Rekავს ნორა, fuck you. Საპარ. არა, კიდია, მე აქ ვიდგები. აქ არა მოვა კაცო, ბებერი არის უკვე. დადი დაბა. ჰარ, კარი გააღეო. ჩვენ მეგობრები არიან, ძლივს როგორ მოხდა? ყველაფერი კარგად არის? მე დავრეკეცხრა ერთ-ერთში. მე კი კარგად ვარ, მაგრამ ჩემ მეგობრებს კაი ჩავალ რავი. ანუ, ვაიმე გული გამისკდა. ბინდრა? მუსიკა! რელაქსური მუსიკა ირთვება, ანუ ჩვენ გადავრჩით. ვახ, ჩემი მაიკ! კარი ჩამტრია. ვახ, ჩემი, მეგობრებო. მე მოვუყევი ყველაფერი რაც მოხდა იმის მერე რაც წავიდა მაიკი. რიკმა დარეკა პოლიციაში და იმ დროისთვის როცა მოვიდნენ ქარბუქი დაწყნარდა და რა თქმა უნდა ის ადამიანი არსად აღარ ჩანდა. მთელი ღამე ვფიქრობდი ამაზე ისევ და ისევ. ვფიქრობდით რომ ის ტიპი აქ ცხოვრობდა საიდუმლოდ, სანამ არ იყვნენ სტუმრები და ცდილობდა ჩვენს გაძარცვას, მაგრამ პოლიციელები ფიქრობდნენ რომ საქციელის მიღმა იმალებოდა უფრო სერიოზული განზრახვა. რიკმა მკითხა როგორ გამოიყურებოდა ის კაცი. მეტი კითხვა არ დაუსვია. ჩვენ ფიქრობდით რომ მან უფრო მეტი იცოდა ვიდრე ამბობდა. საბოლოოდ მან მთელი ფული დაგვიბრუნა. რა კარგი ენდინგია. მაგარი მუსიკა, როგორ მიყვარს ეს მუსიკა. ანუ არც ერთი ტიპი ვერ იპოვეს, ესე იგი, არც ის პიცერიიდან და არც ეს ვიღაც. და ანუ როგორც გამოვიდა ამ სახლის მესაკუთრემ იცოდა ვინ ცხოვრობდა მის სახლში. უფრო მეტი იცოდა ვიდრე ლაპარაკობდაო. მაგრამ ჩვენ ამას უკვე ვერასდროს ვეღარ გავიგებთ. თუ გინდათ რომ First to Fat-Home-ის სხვა ნაწილი გადავიღოთ, ჩვენ დაგვრჩა Carson House. არ ვიცი რაზეა, მაგრამ თუ მოგწონთ First to Fat-Home-ის თამაში, ალბათ ისიც მოგეწონებათ. მე ამაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. დახვალდით!